გამარჯობა, ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ზოხოს უსაფრთხოებაზე და როგორ გავაძლიეროთ ის. ესე იგი, დავიწყოთ იქედან, რომ თქვენ უნდა გქონდეთ ზოხოს იუზერი. თუ გაქვთ ზოხოს იუზერი, შედიხართ accounts zoho.com-ზე. შესვლისთანავე ბუნებრივია უნდა მიუთითოთ თქვენი მეილი და პასვორდი. შეიძლება ამ ბრაუზერში უკვე იყოთ დალოგინებული, მაგრამ პასვორდი მაინც მოგთხოვთ, იმიტომ რომ accounts zoho.com-ზე რო შევდივართ, რაღაც დამატებით ამოწმებს ხოლმე. ეხლა მიუთითებ. მიუთითეთ ჩემი მონაცემები, სხვადასხვა თუ პასვორდი დაგავიწყდათ, ასეთ შემთხვევაში ან უნდა აღადგინოთ, ან ერთჯერადი კოდი გაიგზავნოთ ორივე შემთხვევაში მეილზე. აღდგენის შემთხვევაში ლინკი მოვა, სადაც მიუთითებთ ახალ პასვორდს. მაგრამ მეილი საკვანძო არის ამ შემთხვევაში. ამ აკაუნტზე მე დამატებითი უსაფრთხოება არ მაქვს გააქტიურებული. აი ეს MFA არ მაქვს გააქტიურებული. მაგრამ ვაპირებ რომ გავაქტიურო და გაჩვენოთ როგორ. ისე იგი შევდივარ სისტემაში და როდესაც შევდივარ სხვათა შორის, რასაც რაღაც არაკეთებენ ხოლმე თუ ყურადღებას არ აქცევენ, ეს არის აი ეს პროფილი. სასურველია ეს რომ ყველაფერი სახელი გვარი ყველაფერი სწორად მითებული კონდეთ და ფოტო ატვირთული. იმიტომ რომ მე სისტემის მოხმარებისას ძალიან კომფორტულია, როცა სხვა იუზერებს ასეთი ვიზუალებით და სწორად შეყვანილი მონაცემებით ხედავთ. კარგით, მეილის შეცვლას რაც შეეხება. აქედან შეგვიძლია დამატება შეცვლა, აქ შეგვიძლია ნომრების დამატება შეცვლა, security-ში შეგვიძლია password-ის შეცვლა და სხვადასხვა საინტერესო რაღაცებია შეგიძლიათ გადახედოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ multi-factor authentication-ზე თუ authentication-ზე. რაც არის მოკლედ multi-factorial authentification-ზე ვისაუბრებთ. აქ რო შემოვალთ სხვადასხვა მეთოდები არის, მაგრამ ამ ვიდეოში განვიხილავთ ყველაზე პოპულარულებს. ეს არის ან Zoho-s აპლიკაცია, Zoho One Out ასე ქვია, რომელიც შეგიძლიათ აქედან დაასეთაფოთ, აქედან გადმოწეროთ, მოკლედ ეს ყველაფერი გააკეთოთ და გექნება Zoho-s აპლიკაცია. ძალიან კარგი ვარიანტია. მაგრამ არის მეორე ვარიანტი, როდესაც შეიძლება Zoho-s არა, მაგრამ უკვე იყენებთ რაღაც სხვა აპლიკაციას. ან არ იყენებთ და გინდათ რომ სხვა გამოიყენოთ, რა ვიცი, იქნება ეს Microsoft-ის, Google-ის თუ რაღაც სხვა. ამ შემთხვევაში, მაგალითად, მე გავაკეთებ ამ მეორე ვარიანტს, იმიტომ რომ შედარებით უფრო პოპულარულია, მაგრამ პროცესი ორივეგან მარტივი არის. მოდი დავიწყოთ ამით. კლიკავ Set up Now-ს და მობილურში ხსნი ჩემს აპლიკაციას, რომელიც მინდა რომ დავაკავშირო. ამ შემთხვევაში მე Microsoft-ის მაქვს. Microsoft-ის მაქვს და ქვია Authenticator. რავი, ასე ქვია რა. ხო. ჩვეულებრივად ხსნი, კლიკავ პლუსის ნიშანს, სამწუხაროდ ეკრანი არ ჩანს, მაგრამ ძალიან მარტივი არის, არ გიხსეხ ამაზე კიდე წვალება. ჩვეულებრივად შეხვალთ ახალ აკაუნტს დაამატებთ, აირჩევთ ახალი აკაუნტის დამატებას და აი ამ QR კოდს დაასკანერებთ. დასკანერებისთანავე გამოგიჩნდებათ 6 ნიშნა კოდი. Next რო დავაკლიკავ, ამ 6 ნიშნა კოდს აი აქ შევიყვან 724 053 და verify. ამით შემიძლია მე ყველა მიმდინარე პროცესი, სადაც დალოგინებული ვარ, ყველა გავთიშო და გთხოვთ ესეც გააკეთეთ. იმიტომ რომ თუ საფრთხოება არის, სადღაც შემთხვევით დარჩენილი რამე რო არ იყოს. ამიტომ ეს შეგიძლიათ მონიშნოთ და continue-ს დააკლიკოთ. ყველა სესიას გათიშავს. და ასევე generate new codes რო დააკლიკავთ, აქ ჩატვირთავს კოდს, რომელიც მე უნდა შევინახო. სადმე უნდა შევინახო. ეხლა მე ვერ გაჩვენებთ, დავაპაუზებ, უბრალოდ მაგ ეტაპს გამოვტოვებ. აჰა, დავაკლიკე იმ ღილაკს, მე backup კოდი შევინახე, download-ი გავუკეთე და ეგ არის. ეგ შენახული მაქვს. ანუ თუ ვერაფრით ვეღარ შევედი, ბოლოს მოკლედ ეგ გავმადგება რა. კარგით. ეხლა მოდი აქედან მე გამოვალ და ვცდი სისტემაში თავიდან შესვლას. წერ ისევ ჩემს მეილს. ისევ passwords და არ მიშვებს, იმიტომ რომ დამატებით მეკითხება ამ კოდს. ეხლა შევდივარ აპლიკაციაში და ამ აპლიკაციაში სისტემატიურად ეს კოდი ნახდება, უბრალოდ შემყავს ეხლა მიმდინარე რაც არის. და ეგ არის. სხვათა შორის შესვლის დროს მეკითხება ასეთ რაღაცას, რომ ამავე ბრაუზერზე ყოველ ჯერზე რომ ეს პროცედურები არ გაგატარო, ამ დამატებითი უსაფრთხოების.
ხო არ გინდა რომ შევინახო ეს ბრაუზერი 180 დღის განმავლობაში. კონკრეტულად ეს ბრაუზერი, კონკრეტულად ამ კომპიუტერზე. თუ მივიცემ Trust, მაშინ შეინახავს და შესაბამისად აღარ მომთხოვს. იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზის გამო მინდა რომ რაღაც შევცვალო, თქვა სხვა დავამატო, აქედან შევალ და კიდე სხვას დავამატებ. თუ მინდა რომ წავშალო, ამის წაშლაც შეგიძლიათ და რაღაც არ ვიცი, სხვა მეთოდის დამატება. მოდით მეორე ვარიანტი განვიხილოთ, როდესაც აქ შემოვდივარ. აქედან მოდი ის მისათვის რომ გადმოვწერო, მე ამას დავასკანერებ. ზომით ფოკუსი აჰა, ეგ არის. მას შემდეგ რაც ეს აპლიკაცია გადმოვწერე, შევედი ზუსტად ამ აკაუნტის მეილით და პასვორდით და შემეკითხა ის ზუსტად ეს კითხვა დამისვა. ანუ რომელი გირჩევნია passwordless-იო თუ მაინც password-ი გამოვიყენოთო. მე გირჩევთ თქვენც უპირატეს მომიანიჭეთ password-ის გამოყენებას. რომ password-იც გამოიყენოთ და თან ეს დამატებითი პროცედურაც გაიაროთ. ფაქტიურად მე უკვე გააქტიურებული მაქვს, ანუ აქ გასაკეთებელი არაფერი არ არის. ეხლა მოდით გავტესტოთ. ისევ გამოვდივარ და ისევ შევა. აი თავიდან მივუთითე მეილი და პასვორდი და ეხლა ჩემს მობილურ აპლიკაციაში ამოხდა შეტყობინება, სადაც ან deny უნდა მივცე, ან verify უნდა მივცე. ან პასვორდით შევიყვანე და თან აქამდე მოვედი. verify-ს მივცემ და აქ ავტომატურად უნდა შევიდეს. დაველოდოთ ცოტა ხანი, რომ ეს პასუხი უკან დააბრუნოს. აი, შევიდა და იგივეს მეკითხება, ანუ რა და ვენდო თუ არ ვენდო ამასო. თქვათ ვეუბნები ვენდო. ეს ახალ კოდებს მიგენერირებს, ეს ისევ გადმოწერეთ. ყოველ ჯერზე როცა ამას მოგცემთ, რეკომენდაცია არის, რომ აუცილებლად შეინახოთ. და ეხლა ნახეთ, მანამდე ეს ხომ მქონდა გააქტიურებული. ეხლა ეს მაგ გააქტიურებული, ანუ თვითონ ზოხოს პროდუქტი. აქამდე უბრალოდ ეს მქონდა. ნებისმიერი სხვა აუთენტიკატორი შეიძლება რომ ყოფილიყო. თქვენ რომელსაც უპირატესობას მიანიჭებთ, ის დატოვეთ თქვენ შემთხვევაში.